მოქალაქეების სახალხო დამცველისგან ითხოვენ დაინტერესდეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ანასტასია ზინოვკინას საქმით, რომელსაც საპატიმროში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. ომბუდსმენის ოფისთან საპროტესტო აქციაზე არიან შეკრებილები, აქცია ქალების მიერ არის ინიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ლევან იოსელიანის აპარატმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს, ეს აქტივისტებისთვის საკმარისი არ არის. ითხოვენ რეალურ შედეგს და ანასტასია ზინოვკინას სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ციხის პირობებში სათანადო მკურნალობას ვერ იღებს. ნანო ჩაკვეტაძე ვრცლად პატიმარი ქალის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციის შესახებ. დავიწყოთ საპროტესტო აქციით, რომელიც ამ წუთებში ომბუდსმენის ოფისთან მიმდინარეობს. აქ მოქალაქეები არიან შეკრებილები, საპროტესტო პოსტერებით, აქ ისმის დრო და დრო შეძახილები, მოტანილი აქვთ ანასტასია ზინოვკინას სოლიდარობისთვის მისი სურათები, ასევე მიმართავენ ომბუდსმენს, რომ დაინტერესდეს პოლიტპატიმრის რუსეთიდან დევნილი, პოლიტიკურად დევნილი ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამის პარალელურად კი მისი ინტერესების დამცველი ავრცელებს ინფორმაციას ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ნარკოდანაშაულის საბაბით დაპატიმრებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უფრო და უფრო მძიმდება, მას პრაქტიკულად უკვე უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება. სწორედ ეს არის ბოლო ცნობები ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანის უწყებამ ომბუდსმენმა გამოაქვეყნა კიდე ცოტა ხნის წინ განცხადება, რაშიც ბევრი პრინციპში ვერაფერი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვერ წავიკითხეთ. გარდა იმისა, რომ ტრადიციულად ლევან იოსელიანი ისევ ირწმუნება, რომ რეალურად ახორციელებს ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს შესაბამის უწყებებთან ერთად, მოქალაქეები ელიან, რომ გამოჩნდება აქ სახალხო დამცველი ან სულ მცირე მისი წარმომადგენელი, თუმცა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან იოსელიანი არ არის ამ წუთებში ოფისში, თუმცა აქციის რამდენიმე მონაწილე შესულია ახლა შეხვედრაზე წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის და ისინი დატოვებენ ასევე უწყებას, რომლებსაც ხელს აწერენ მოქალაქეები. ეს უწყება კი გულისხმობს მოთხოვნას, რომ უფრო პროაქტიულად ჩაერთოს ლევან იოსელიანი ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში და მათ შორის გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აქციის მონაწილეებსაც გავესაუბრები, მოგასმენინებთ მათ სათქმასა და პოზიციას. თეო ხატიაშვილია ჩვენთან ერთად, ილიაუნის პროფესორი, კინომცოდნე. გამარჯობა კიდევ ერთხელ. კატონ თეო, რატომ არის მნიშვნელოვანი სოლიდარობა ვაჩვენოთ ამ პოლიტპატიმარ ქალს, მათ შორის ქალები არიან აქ უმრავლესად ხომ წარმოდგენილები და ანასტასია ზინოვკინა არის პოლიტიკურად დევნილი. წამოვიდა თავის ქვეყნიდან, მას იქ მომკითხავი აღარ ჰყავს. ჩამოვიდა საქართველოში როგორც თავისუფალ ქვეყანაში წესით. აქ უნდა დახვედროდა მას ხომ შესაბამისი პირობები უნდა გამოიჩინა სახელმწიფოს შესაბამისი ყურადღება, თუმცა ის გაუშვეს ციხეში 8 წლითა და 6 თვით. რა პასუხისმგებლობა აქვს ამ შემთხვევაში სახალხო დამცველს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ლევან იოსელიანმა, რომ მინიმუმ დაინტერესდეს ამ ქალის მდგომარეობით? სხვათა შორის სანამ ჯანმრთელობის პრობლემამდე მივიდოდა, ანასტასია ზინოვკინა თავის მეგობრებთან ერთად იყო ძალიან ცხადი ნიმუში იმისა, რომ მაშინ როდესაც ოცნება ესე უკვე ყოველგვარი ნიღბის აფარების გარეშე პირდაპირ რუსულ პოლიტიკას აწარმოებს, სამაგეროდ რუსეთთან დევნილ ანტიპუტინის ადამიანებს განსაკუთრებით სიმკაცრით უსწორდება და ის რომ მიუსაჯეს ესეთი სასჯელი 8 წლიანი ხო, ესეც ამის დადასტურება იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, მე რა პირობებში უწევთ ამ ადამიანებს და კონკრეტულად კი ანასტასიას ყოფნა. ეს არის ჯანმრთელობისთვის სრულიად შეუსაბამო პირობები, როგორც აღწერენ, ისე რომ ჯანმრთელი ადამიანის რო შევიდეს, დიდი შანსია რომ იქიდან აბსოლუტურად დაზიანებული გამოვიდეს, მით უმეტეს რომ ანასტასია ზინოვკინას ქონდა ხერხემლის პრობლემა და თავიდანვე ითხოვდა, რომ იგივე თქვათ ორთოპედიული მატრასი და რაღაცა სხვა საჭიროებები. ერთადერთი რასაც უკეთებენ, ეს არის ტკივილგამაყუჩებელი კი მხოლოდ დროებით აგვარებს პრობლემას, მაგრამ როგორც მისი წერილებიდან ვიგებთ, ესეც არის ხოლმე რაღაცა ესეთი სადისტური დამოკიდებულების მაჩვენებელი, რომ შეიძლება საათების განმავლობაში იატაკზე იწვეს ქალი, ვერ დგებოდეს, იხვეწებოდეს, რომ ტკივილგამაყუჩებელი მაინც გაუკეთონ და ამასაც ძალიან დაგვიანებით აწვდიან. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს არის ჩვეულებრივი წამება, რასაც ზინოვკინას მისამართით ახორციელებს უცნება და ლევან იოსელიანის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ამაზე არაუბრალოდ სიტყვერი რეაგირება გააკეთოს და ის როგორც წესი ან ჩუმად არის, ან იტყუება. ის არანაირ მონიტორინგს ზინოვკინას ჯანმრთელობაზე არ ახორციელებს და
ეხა უკვე იქ პირობების შეცვლა არაფერს არ შეცვლის. უნდა გადაიყვანონ ეს ადამიანი კლინიკაში და ჩაუტარდეს იქ სათანადო მკურნალობა. ბატონო, დიდი მადლობა. ლევან იოსელიანმა ამ განცხადებაში ჩაწერა, რომ რეალურად ახორციელებს შესაბამის უწყებებთან ერთად ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, თუმცა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არის პერსონალური, დახურული და შესაბამისად ამას ვერ ასაჯაროებს. აქციის მონაწილეებს, მოქალაქეებს ეჭვს ეს გარემოებას უჩენთ, რომ სინამდვილეში ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის აპარატი არაფერსაც არ აკეთებს ანასტასია ზინოვკინას გადასარჩენად, მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება. აქციის ერთ მონაწილესაც გავესაუბრებით, გადაიყვანეთ კლინიკაში ზინოვკინა, ასეთი პოსტერი გიჭირავთ. თათია, გამარჯობა კიდევ ერთხელ. რას უნდა აკეთებდეს სინამდვილეში სახალხო დამცველი და რიცია დაკავებული და რას აკეთებს ეს რომ გითხრით? სახალხო დამცველი უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, უნდა იცადეს მოქალაქეებს, უნდა კონდეს რეაქცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელსაც ჩადის ახლა რუსული რეჟიმი და ჩვენ არ უნდა გვიწევდეს აქ მოსვლა და მოთხოვნა იმის, რომ ყურადღება მიაქციოს ადამიანს, რომელსაც ექცევიან ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს, გამოკეთეს ციხეში და ექცევიან აი როგორც ჯალათები, ისე არ გადაყავთ კლინიკაში, არ ზრუნავენ მასზე. აი მაშინ როცა ქვეყანა არის ასეთ მდგომარეობაში, მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ზრუნავდეს ადამიანებზე თვითონ გააჩნდეს ეს ემპათია. ამიტომ მოვედით ჩვენ აქ, რომ იქნებ გავაგონოთ, რომ საჭირო ამ ადამიანს მიაქციონ ყურადღება, გადაიყვანონ კლინიკაში და ჩვენ საზოგადოებას მოგვაწოდონ ინფორმაცია რა მდგომარეობაში ახლა ის. დიდი მადლობა. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან დღეს ქალმა პოლიტიკოსებმა ანასტასია ზინოვკინას გამოუცხადეს სოლიდარობა პენიტენციურ სამსახურთან და ამ უწყებას მიმართეს გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტპატიმარი ქალის გადასარჩენად. რა განცხადებები გაკეთდა უწყებასთან, შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში. ვითხოვთ, რომ ანასტასია ზინოვკინა იყოს გადაყვანილი მრავალპროფილური კლინიკაში გამოკვლევებზე და პარალელურად რომ მოხდეს მოკვლევა იმ სავარაუდო არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რომ ეს ნათელი მოიფინოს და ჩვენ აქ დღეს მოვედით იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ანასტასია ზინოვკინას. სოლიდარობას მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია სქესი, ამ შემთხვევაში გავერთიარდით ქალი პოლიტიკოსები და გსურს ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლიათ ამ შემთხვევაში დროული, ეფექტური, ოპერატიული განწყობილებების მიღება. ეს არის ანასტასია ზინოვკინას კვალიფიციურ კლინიკაში კვლევა და მეორე, სავარაუდოდ მისდამი არსებულ ისეთ ფაქტებზე გამოძიების თუ მოკვლევის დაწყება, რომელიც მის ღირსებას და პატივს ლახავს პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნებია და აქ თუ სახელმწიფოს არ აქვს რაიმე ტიპის პოლიტიკური ინტერესი და სავარაუდოდ ხედავთ რომ ასია, ეს მოთხოვნები თავად თვითონ უნდა შეასრულონ ისე რომ არც კი დაჭირდეს ადამიანებს ამის მოთხოვნა გარედან. ამიტომ ჩვენ ვაბარებთ შესაბამის განცხადებას, წერილობით განცხადებას ჩვენი ხელმოწერებით. მოქალაქეები აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან ლევან იოსელიანის ოფისთან, რომელიც როგორც გვითხრეს აქ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავად არ არის ოფისში და როგორც ჩანს მას აქვს მოუდინი, რომ მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინას პოლიტპატიმრების მხარდამჭერები მხოლოდ მის განცხადებას დასჯერდებიან, რომელიც მან დაახლოებით 1 საათის წინ საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია გრძელდება. მოქალაქეებს აქვთ მოუდინი, რომ იქნებ სახალხო დამცველის რომელიმე წარმომადგენელი მაინც გამოვიდეს, მოისმინოს მათი მოთხოვნები. აქციის ორი მონაწილე ახლა იმყოფება ამ ოფისში, ვნახოთ რა შედეგით დატოვებენ ისინი უწყებას.